საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენა ასოციაცია იმედის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტში შემოქმედებით ქალთა ქსელის გაძლიერება ჩართული ადგილობრივი იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების მონაწილეობით. პროექტის მხარდამჭერი კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იყო. ჩვენი მიზანი იყო ამ პროექტის მეშვეობით ხელი შეგვეწყო შემოქმედი ქალების, ნიჭიერი ქალების საქმიანობის წარმოჩენისთვის და ასევე პოპულარიზაცია გაგვეწია მათი ნამუშევრებისთვის. შეხვედრაში 12 ქალბატონის ნამუშევრებია, მათ შორის როგორც გითხარით, იძულებით გადაადგილებული, ასევე ადგილობრივი და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალბატონები. მუშაობ ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულებაზე, ვქარგავ, ვსოვ, ხატავ, ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულებით ესეც რომ ხელსაქმეს ვეუფლები და ამჟამად ასოციაცია იმედმა მომიწვია გამოფენაზე, სადაც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა და დღეს არის ჩემი ნახატი გამოფენილი აქ.